მოგესალმებით, მე ირინა ტორონჯაძე ვარ და ეს არის MMA Mainstream-ი, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი MMA Info. დღეს რა თქმა უნდა დავიწყებთ ჯეკ დელა მადალენაზე და ისლამ მახაჩევზე მოკლედ მიმოვიხილავთ რა ვიხილეთ და რა ბრძოლა იყო. ფაქტია, ისლამ მახაჩევმა გაიმარჯვა და მოიპოვა ქვესაშუალო დივიზიონის welterweight-ის ქამარი, ეს მისი მეორე ქამარია, მეორე დივიზიონის და დამსახურებულადაც გაიმარჯვა. თუმცა, აი ხა მოკლედ რო ვთქვათ რა და როგორ ჩემთვის მაგალითად იყო ცოტა გასაკვირი ის როგორ მოქმედებდა ჯეკ დელა მადალენა. ანუ ისლამ მახაჩევის ნაწილი გასაგებია, იმიტომ რომ ის ესე ამბობს კიდევაც დაანონსებული აქვს, რომ გრეპლინგს მიაწვება, ეგ არის მაგის ძლიერი მხარე, არის ელიტური გრეპლერი და სცენარი აქვს წინასწარ დეკლარირებული. ჯეკ დელა მადალენა ითვლება, რომ არის კარგი სტრაიკერი და ამ შემთხვევაში მის სცენარი უნდა ყოფილიყო, რომ რაღაცნაირად მაინც თავისი სცენარი შეეთავაზებინა ოქტაგონზე მოწინააღმდეგესთვის, რომ რაღაცა მცდელობა მაინც ყოფილიყო. ჩემთვის გასაკვირი ის იყო, რომ ნულოვანი მცდელობა ქონდა, რამენაირ რისკზე წასულიყო, რამენაირად შეენარჩუნებინა თავი დგომში და თავსდასხმოდა, არ ვიცი, სტრაიკინგში რამენაირად გამოევლინა თავის თავი. ერთი არ შეიძლება იყო როგორც მებრძოლი სტრაიკერი უფრო მეტ მაგრამ მეორეა რომ თუ საერთოდ არ გაქვს დიფენსები, ანუ დაცვა გრეპლინგის ნაწილში, უბრალოდ აზრი არ აქვს შენ სტრაიკერობას. მე როგორც აი ერთ-ერთი მოყვარული მაყურებელი, მე ასე შთაბეჭდილება დამჩა, რომ ჯობია რომ გქონდეს კარგი გრეპლინგი და შეიძლება საერთოდ არ იყოს სტრაიკერი, არც კრივი არ ქონდეს, მაგრამ ფონს გახვალ. მოსაწყენი იქნები, მაგრამ გახვალ ფონს. თუ მაგარი გრეპლერიც ხარ და მერე თუ დააშენებ ამას სტრაიკერობას და კრივს, ეს იქნება გაქცევს უნივერსალურ მებრძოლად და თუ ხარ სტრაიკერი და გრეპლინგში საკმაოდ სუსტი ხარ, ფაქტობრივად ელიტურ გრეპლერთან შანსი არ გაქვს და ზუსტად ეს ვიხილეთ. გარდა იმისა, რომ უშანსოდ დატოვა ჯეკ მადალენა, კიდე იგრძნობოდა, რომ ნულოვანი გამბედაობა ქონდა ამ ადამიანს, იმიტომ რომ რატო გამიკვირდა, იმიტომ რომ ეს არის ჩემპიონი, ხო, welterweight-ის ჩემპიონი იყო აქამდე და ესეთი შეშინებული და ესეთი დამფრთხალი ჩემთვის გასაკვირი იყო. რაღაც მგონია, რომ უფრო მეტად უნდა წასულიყო რისკზე, რაღაცით მაინც გამოევლინა თავი. თუმცა, აქაც ალბათ მივდივართ უფრო პროფესიონალური თვალით რო შევაფასოთ, ალბათ მივდივართ იქამდე, რომ იმდენად რთულია ამ ტეიქდაუნებისგან თავის დაცვა, რომ ამ მთელი კონცენტრაცია ამაზე მისდიოდა ჯეკ მადალენას, რომ თითქოს ემზადებოდა თავის დაცვას და არც ერთხელ არ გამოვიდა. ყველა მცდელობა ტეიქდაუნის რეალიზება გაუკეთა ყველა მცდელობას ისლამ მახაჩევმა და შედეგზეც გავიდა. კიდე ერთი პატარა რეპლიკა მინდა გავაკეთო, რომ აი სიტყვაზე ილიას ბრძოლები მაქვს ნანახი ალბათ თითოეული მით უმეტეს UFC-ში რაც აქვს ჩატარებული, ალბათ 5-ჯერ, 6-ჯერ და ყოველ ახალ ნახვაზე რაღაც ახალს აღმოაჩენ. იმდენად მრავალწახნაგოვანი და დინამიური ბრძოლა. აი თქვენ მინდა დააწეროთ კომენტარებში ვინმე, რომელიმე თუ შეხედავდით აი ამ ბრძოლას მადალენასა და ისლამ მახაჩევს შორის ხელმეორედ თქვენი ნებით. აი უბრალოდ ეგეთი კითხვა მაქვს. მესმის, რომ მახაჩევმა დამსახურებულად მოიგო ეს ბრძოლა და გასაგებია ის ამ ტიპის მებრძოლია და თავისას აღწევს, ასე რომ მიულოცოთ და წინ რა თქმა უნდა ველით მასა და ილიას შორის ბრძოლას. ეხლა უნდა გადავიდეთ აუცილებლად უკვე 22 ნოემბერს ჩანიშნულ ბრძოლაზე. ალექსანდრე თოფურია ასპარეზობს. ალექსანდრეს დებიუტი UFC-ში შედგა მათ გაიმარჯვა კოლბი თიქნესთან გადაწყვეტილებით და ეხლა უკვე ხვდება ყაზახ მებრძოლს ალმახანს და მოდი ვნახოთ რა პერსპექტივები და რა სცენარზე შეიძლება ვისაუბროთ ამასთან დაკავშირებით. მე რო გადავხედე ალმახანის, ასე ვთქვათ, რა სქილები აქვს, რა ძლიერი მხარეები აქვს, რა სუსტი მხარეები აქვს, ესეთი მონაცემებია, რომ ის კარგ სტრაიკერად ითვლება და სხვათა შორის ძალიან ძლიერი მებრძოლი არის და ითვლებაო, რომ კარგი გრეპლერიც არის. ანუ თითქოს მრავალმხრივია. თუმცა, აი ამ ინფორმაციის მოძიების შემდეგ ჩავთვე რა თქმა უნდა რამოდენიმე ბრძოლა და ვნახე უმარ ნურმაგომედოვთან ბრძოლა და აქ მივხვდი სხვადასხვა რამეს. ჯერ იმას, რომ რა მაგარი მებრძოლი ყოფილა უმარ ნურმაგომედოვი, რაც მე ეხლა აღმოვაჩინე, როგორი ძლიერი გრეპლერია და ძალიან დიდი პრობლემები აქვს ჩემი თვალით ალმახანს მასთან გამოჩნდა, რომ მე ვერ ჩავთვლი, რომ ის არის ელიტური გრეპლერი. არ ვიცი თქვენ თუ თვლით, ოკეი, მაგრამ ჩემი თვალით, აი ჩვეულებრივი მაყურებლის თვალით, ძლიერი მხარეა ალმახანის გრეპლინგი, მე ვერ ვიტყოდი ამას.
და ეგრევე ასოციაცია წამოვიდა, რომ რა მაგარია მერაბ დვალიშვილი, იმიტომ რომ ეხლა აღვიქვი, აი უმარ ნურმაგომედოვთან ბრძოლისას მერაბ დვალიშვილმა კი იყო იქ შეტევები ქონდა უმარს და ძალიან შეეწინააღმდეგა მერაბზე, ეს არ იყო მარტივი გამარჯვება მერაბისთვის და ტემპით და მეხუთე რაუნდში დაამარცხა, თუმცა მაინც დომინირება აჩვენა და მე ჩავთვალე მაშინ რომ უყურებდი მათ ორთაბრძოლას, რომ ნურმაგომედოვი, ნურმაგომედოვი რადგან არის, მაგიტო უფრო შეახვედრეს მერაბს და არა იმიტომ, რომ რაღაცა ელიტური გრეპლერია რა, იმდენად ძლიერი იყო მაინც და დომინირებდა მერაბი და აი უკვე ალმახანთან ორთაბრძოლისას მივხვდი, რამდენად მაგარია ნურმაგომედოვი უმარი და რამდენად პრობლემები აქვს გრეპლინგში ალმახანს. მე რომ მკითხო და მე რომ ვიყო ალექსანდრეს მწვრთნელი, ვეტყოდი, რომ აი ზუსტად ეგ არის შავი ხვრელი, სადაც შეიძლება რომ მაგ ნაწილს მიაწვეს და გრეპლინგში დაამთავროს ალმახანთა ორთაბრძოლა, იმიტომ რომ აი ძალიან თვალნათელი სისუსტეები აქვს იქ. თუმცა ალექსანდრე მისი ძმისავით უნივერსალური მებრძოლია, სტრაიკინგიც მაგარი აქვს, კრივიც, გრეპლინგიც და ალექსანდრეს სტილი გულისხმობს აი ამ ასე ვთქვათ ელემენტების კომბინირებას თან ისე იმ ტემპით და იმგვარად, რომ წინასწარ განჭვრეტადი ეს არ იყოს და სწორედ ამიტომ არის საშიში მოწინააღმდეგე და შეიძლება ესე წინასწარ განსაზღვრული სცენარით არც გამოვიდეს ოქტაგონზე, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ნამდვილად შეიძლება გრეპლინგის ხაზით წავიდეს. ვნახავთ ამ ორთაბრძოლას 22-ში უსურვებს წარმატებას ალექსანდრეს, რა თქმა უნდა და ყველანი მოლოდინი ვართ ამ დიდი ორთაბრძოლის. აუცილებლად მინდა გამოვეხმაუროთ ჩვენს პოდკასტის, ასე ვთქვათ, ჩვენ არხზე, როდესაც ვისაუბრე ხაბიბზე და მახაჩევზე და ესეთი რაღაცა ვთქვი, რომ მახაჩევი თქო, სადღაც არის მაინც პატარა ძამიკოს როლში, იმიტომ რომ ხაბიბის ნურმაგედოვის სკოლა და ეს ხაბიბი და იმის სახელი და მამამისის სკოლა და მთელი ეს ამბავი მაინც მათ ჭრდილშია და რაღაცა პატარა ძამიკოს როლშია თქო ისლამ მახაჩევი და ამაზე გამომეხმაურეთ და კომენტარებში დამიწერა 1-2-მა და მინდა რომ პასუხი გავცე, რომ მაშინ გამოდისო, რომ ალექსანდრე ეხლა რო და იმკვიდრებსო თავს და ეხლა იწყებსო UFC-შიო მოღვაწეობასო, გამოდის რომ ილიას ჭრდილქვეშ იქნებაო და სულ პირიქით არის მეგობრებო ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ალექსანდრემ უკვე დაიმკვიდრა თავი როგორც ილიას მწვრთნელმა კორნერმენმა უბადლო სტრატეგოსია. ალექსანდრეს ხმა არის ილიას პერფორმანსის განუყოფელი ნაწილი, ისე სწორად, ისე ზუსტად აძლევს მითითებას და ისეთი ემოციით კარნახობს ხოლმე და აძლევს მითითებას ბრძოლისას, რომ ილია და ალექსანდრე ფაქტობრივად ერთად არიან ოქტაგონზე და მე ვთვლი, რომ ალექსანდრემ ფაქტობრივად ორი დივიზიონის ქამარი ალექსანდრემაც მოიპოვა. ყოველ შემთხვევაში თანაზიარი ამ გამარჯვების და შეიძლება ვთქვათ, რომ ილია და ალექსანდრე ეს ერთი სკოლაა. ამიტომ ასე უნდა შევხედოთ ამ საკითხს და აუცილებლად მინდოდა რომ ამას გამოვხმაურებოდი. კიდევ ერთხელ მოლოდინები გვაქვს, რომ 22 ნოემბერს გაიმარჯვებს ალექსანდრე თოფურია და ყველანი გულშემატკივრობთ. დიდი მადლობა და დროებით.